24 ივნისს დავინიშნეთ ჩვენი სამსახურის ადვოკატები, 3 ადვოკატი ამ შემთხვევაში. შესაბამისად ჩვენ ვალდებული ვიყავით ბრალდებულებთან, დაკავებულებთან მოგვეხნინა კომუნიკაცია. ზოგ მათგანს შევხვდით, პირადად მე ორ დაკავებულს შევხვდით, თუმცა როგორც სასამართლოს ეს გავაჟღერე პოზიცია, იგივე პოზიციაზე დავაფიქსირებ, აქაც რა თქმა უნდა, ცნობილია თქვენთვისაც, რომ უარი განაცხადა ორ მათგანმა კომუნიკაციაზე, ჩემთან შეხვედრაზე, ორი მათგანი ამოვიდა შეხვედრების ოთახში, თუმცა რომ გაიგო, რომ მე ვიყავი იურიდიული სამსახურის მიერ გამოყოფილი ადვოკატი, უარი განაცხადა ჩემთან კომუნიკაციაზე და ამით მორჩა ჩვენი კომუნიკაცია. მე კიდევ ვცადე დღეს სასამართლო პროცესზე დაკავებულებთან შეხვედრა. შევხვდი მათ, გავესაუბრე, თუმცა როგორც თავად თქვენ ნახეთ, ერთმა დასაუბრებაც კი არ მოახდინა ჩემთან და შესაბამისად არ შედგა ჩვენი კომუნიკაცია. შესაბამისად ეს შემიძლია გითხრათ ბრალდებულებთან კომუნიკაციის შესახებ, რაც შეეხება აცილებას, თავად დაკავებულებმა მოახდინეს შუამდგომლობების დაყენება, ვინაიდან იმ ეტაპზე და ამ ეტაპზეც არ ვიცი, მომავალში ჩვენ შევხვდებით ალბათ, ყოველ შემთხვევაში მე შევეცდები დაკავებულებს შევხვდე, თუმცა რა პოზიცია ექნებათ მათ ჩემთვის უცნობია. დააფიქსირეს, რაც დააფიქსირეს, რა თქმა უნდა ჩვენ დავეთანხმეთ აცილებას, თუმცა სასამართლომ არ ჩამოგვაცილა და გვაქვს ისეთი მოცემულობა, რომ ჩვენ დღესდღეობით ვართ ადვოკატები დაკავებულების, კონკრეტულად მე ვარ 4 ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი. დღეს ჩავიბარებთ საქმის მასალებს. გავეცნობით საქმის მასალებს, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და კოლეგებისგან გავიგე, რომ 30-ში ყოფილა პროცესი, 30-მდე ბუნებრივია ჩვენ ვერ შევძლებთ ამდენი მოცულობის საქმის გაცნობას, ასევე როგორც ჩემთვის ცნობილია მტკიცებულებების გარკვეული სახის გამოკვლეულია, შესაბამისად მათი ოქმების მოსმენას მოგვიწევს და მე კიდე შევეცდები ბრალდებულებთან კომუნიკაციას. თუ ექნებათ სურვილი, რა თქმა უნდა, შევხვდებით და გავაგზავნებთ პროცესს. უარის შემთხვევაში როგორ წარმოვიდგინეთ ეფექტური დაცვის განხორციელება? ვისი რა უარს გულისხმობ? თუ არ შეხვდებიან ბრალდებულები, როგორ წარმოვიდგინეთ ამ საქმეში ადვოკატად? მე დღევანდელი პოზიცია შეიძლება ხვალაც ჰქონდეთ, ზეგად და მომავალშიც ჰქონდეს, ეს მათი უფლებაა. ჩვენ ვალდებული ვართ საქმეს გავეცნოთ. იქიდან გამომდინარე, რომ რაც მიიღო მოსამართლე გადაწყვეტილება, ეს გვავალდებულებს ჩვენი სამსახურიდან და ჩვენი უფლებებიდან გამომდინარე ბრალდებულის დაცვაზე უარს ვერ ვიტყვით შეთანხმებით აყვანილი ადვოკატისგან განსხვავებით. შესაბამისად, მომავალში რა იქნება, უკვე მომავალში ვისაუბრებთ.